მოკლედ მეგობრებო, დღეს ვარ საფრანგეთში. და რატო? გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანმა უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს. ერთი არის ვარჯიში, მეორე არის ჭამა, მესამე არის სმა. მოვედით, ვსვამთ და ვჭამთ. მიზანი. უნდა შევჭამო 30 ხინგალი. არ არის რაღაცა ჩელენჯი, უბრალოდ მინდა რომ 30 ხინგალი ვჭამო. ედიტორი შეჭამს რაღაცას. მისია იდეა იყო და დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ შია, სხვა მიზეზი არაა და იდეა, ვიდეოს იდეა შემომთავაზა, რომ იცი, ძალიან მაგარი იქნება, რომ წავედით ახლა და ხინკალი ვჭამოთ. რაღაცა ფიტნეს არხი ვარ. მე ვთხარ, ჩემი იდეა იყო, რომ მოდი ბენჩპრესზე გადავიღოთ. ისე თუ დაგაინტერესებთ, დაწერთ კომენტარში, ბენჩპრესზე გადავიღოთ, რომ რაღაცა ტექნიკები, რაღაცები, როგორ ავწიოთ პირველი 100 კილო ბენჩზე. არა, წამოხინკალი ვჭამოთ. არა, მეც რა ვთქვა ახლა, ავდექი და დავეთანხმე ეგრევე. გუდი ცოტა მერე მოვედანთ, იმიტომ რომ შემომეცმებოდა და საჭესთან ვარ. მაგრამ რა გზა, რა წავა, რა მოხდება, შვიდობა, კარგად მოხდება. უკაცრავ წყალს. ისე ეს არის ახლა მართლა ზოგადი მიმართვა. ჩვენ YouTube არხი დავიწყეთ იმ მიზნით, რომ აი რაღაც ფიტნესი მოგწონს, ვარჯიში მოგწონს თქო. არა, მარტო ფიტნესით და მარტო ეგეთი რაღაცით ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში საქართველოს შორს ვერ წახვალ მანდამაინც. მაშინ უნდა ჭამო საქართველოში, უნდა ჭამო. არა. იდეა ისაა, რომ უნდა აკეთო ადამიანმა აი გულით რაც ხსია, ჯერ თვალი არა არის ელაპარაკო. ადამიანმა უნდა აკეთო ის რაც გულით ხსიამონებს და მე გულით ხსიამონებს. ვარჯიში ჭამა და სმა. ამიტომ ვარ დღეს საფრანგეთში. თავს რატო ვიმართლებ რო ჭამ? ой, საბა ახლა არის გერმანიაში. ვისაც გაინტერესებს, ვარაღა მოგიყვება. საბა არის ახლა გერმანიაში და მუშაობს გაკაფული 14 დღე გადაბოლად მუშაობენ. ერთი დღე ისვენებენ. ანუ კვირაში აქვთ 2 დასვენების დღე. ჩვენ ხინგალს ჭამთ. და ვარჯიშობთ. ასე ცხოვრება კაია. მოუწოც. ყვაყოფილი ვარ ამ გარემოებით. უცნაური რა არის, ხო დარბაზში ამდენი ხანია და იქ დავდივართ, იქ მრცხვენო და ლაპარაკი. აქ ფეხებზე მკიდია, ჭამა, სმა, ლაპარაკი. დარდი არა საერთოდ. მაგრამ ვითხრეს რომ მოგვიტანა ხინკალს 40-50 წუთში. მანამდე და დახრემილები ვართ, გავაკეთოთ არ ვიცი. რა ხდება, აი ქვევით რა ხდება. ვიღაცას ცემენ ძალიან ცუდად. ლუკა რომანტიკული მომენტი ჩამოვარდა მე მგონი. აქ ახლა ვეცრად პატარა სანთელი უნდა მოსულიყო ვარდთან ერთად. ისე ერთ მიმართვას გავაკეთებ ახლა იმნაირი ხალხისთვის, ვისაც მაგალითად უნდა რომ გადაღება დაიწყოს, იქნება ეს არა აქვს მნიშვნელობა YouTube, TikTok-ი რა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სადაც რა პლატფორმაზეც არ უნდა იყოს. თუ ფიქრობ რომ უნდა დაელოდო მაგდამაინც საუკეთესო აპარატურას, რაღაც კამერას, მიკროფონს, იმას ამას არა, ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩემი რჩევა და რატო? ელემენტარული TikTok-ის გადაღება რო დავიწყე. დავიწყეთ იცი? Xiaomi Mi 7 Pro Ultra Galaxy S57 რაღაცა Pro. ეს იყო ჩემი ტელეფონი და იღებდა როგორც კარტოფილი. უბრალოდ მუღამი ის კი არ უნდა იყოს თავიდანვე თუ ელოდები რომ მაგალითად ძალიან გაგივარდება ვიდეო და ძალიან პოპულარული იქნები. დიდი ალბათობით ეგრე არ იქნება სამწუხაროდ არ ხდება. სასურველი არის, მაგრამ არ ხდება. და რატო? იმიტომ რომ არც სოდნა გაქვს, არც აპარატურა და არც გამოცდილება. მაგრამ თუ აკეთებ მართლა რაც გისწორდება და გსიამოვნებს იმას და იმას უღებ და ნელ-ნელა ანვითარებ შენ თავს, დიდი ალბათობა არის ბატონო, ჩემო, იმის როგორც ბიძაკაცს გეუბნები, ალბათ რაღაცა დადგება შენგან ცხოვრებაში. პირველი ვიდეო რაც დავდე ვიყო ამოწევის ვიდეო, დედლიფტს რო ვაკეთებდი 240 კილოს. მაგ 240 კილოს ისედაც ვაკეთებდი, ძალიან რეგვენულად, ისედაც ვარჯიშობდი, გამწარებული და გაკაფული. უბრალოდ მოხდა ის რომ ტელეფონი მივაყუდე რაღაცა 20 კილოიანს და თან გადავიღე ვიდეო და მანდიდან დაიწყო TikTok-ი და რაღაცა. ამიტომ ნებისმიერი ვინც ფიქრობს რომ გადავიღო, არ გადავიღო, მრცხვენია. ერთ-ერთი დიდი ფაქტორი არის სხვათა შორის რომ ბევრს მრცხვენია, როგორი რეაქცია ექნება ხალხს, რას იფიქრებენ და რაღაცა ეგეთ. უნდა დაიკიდო ფეხებზე. თუ არაფერს არ აფუჭებ, არავის ხელს არ უშლა, რაც გსიამოვნებს, იმას აკეთებ, უბრალოდ შენთვის, შენ კონჩი. არაფერი მაგარი სამარცხვინო არ არის და ბევრი მაგის მაგალითი არის. ცხოვრება შვენიერი, საჭმელი გევრიელი, 30 ხინკალი ბევრია. ალბათ ხელი. ხინკალი არის შვენიერი.
ძალიან კარგი გამოგონება არის. ვამაყობ რომ ქართული ვარ მარტო იმიტომ რომ ხინგალი ვარ. გაგე მარტო ზაგევრელი. ახლა გასწავლით კარგად როგორ ისიამოვნო ხინი. კიდევ ოხში ვარ როადის. დაორთქლი რო ჩაკბიჭავ და დუღარე წვიანის ორთქლი ამოვარ. ხალი ჩავა კუჩ ისიამოვნო და ციულიც დააყოლე. დიახ, მე ბიძაკაცი ვარ. მალე გაიხსნება პოდკასტი. პირველად ხინგალს დედა ეტირა ძალიან გემრიელი არის სხვათა შორის, მაგრამ ჩვენ არ ვჭერდებით, ზაგრძელდება. აი, მაშინ ჭამ ნამდვილად გემრიელად და გულიანად. როდესაც ოპლის შემოგდის შუბლზე უკვე დანამული სახე ცხვირპირი, ისე კარგად და წვნიანად გემრიელად ჭამ. ეს არის მე-20 ხინგალი, მინდა ვთქვა რომ უკვე მიჭირს, როგორც ხედავთ, საკმაოდ ოქრომა დამასხა, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია, აი. კარგია. აი ეს კონტენტი მომწონს უკვე რა. კარგია, მეგობრებო, გამოიწერეთ არხით. დააკომენტარეთ რა ვჭამოთ მომდევნო. დახმარება შემოდის ახლა. ვერ გავუძახი 30 ხინკალს, ვერ შევჭამე ბოლომ 25 შევჭამე მხოლოდ და მხოლოდ. ბოდიში. მე ვასირცხვილე, ჩემი თაობა, ჩემი ოჯახი. ბოდიში. 25 ნორმალური არის, სხვა შორის, მანდა მაინც ცუდი არა ახლა. ჭამოთ და მე კიდევ ვისაუბრებ რამეზე. იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ ვდგები ერთი ადგილიდან, თორე წასვლა მინდა სახში. მოკლედ, ჭამას რომ წარმატებით ჩაიარა. რა შეიძლება ითქვას? მე ვარ დიდი იმედგაცრუება. მოკლედ 26 ხინკალი შევჭამე, ერთ ხინკალში კიდე დავიხმარე იქ ლუკას. ლუკამ შეჭამა 14. ვიცი პირადი რეკორდი არის ეს. ახლა წავალთ გაველით და სადმე ჩამოვждებით, თორე ისეთი სიმძიმე შეგდება მაქვს, რომ ჩავიძირებ რიონში. ფაქ. მეგობრებო, დამაფოლოვეთ Instagram-ზე ლეგატროს ქვედატირე 20. თქვენ მანდ იხილავთ საინტერესო კონტენტს. ჩვენო ტელემაყურებლები. დღევანდელი გადაცემა მიუახლოვდა დასასრულს. თქოთ გამოიწეროთ არხი, დაწეროთ კომენტარში რას ფიქრობთ, რის ხილვას ისურვებდით. დაალაიქოთ მოცემული ვიდეო. ძალიან გვიყვარხართ და პატივს გცემ. ადევნეთ თვალყური ჩვენს მომდევნო გამოშვებებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და კარგად იყავით.